აი მერაბ კოსტავას ეზოში ვარ. მერაბ კოსტავას სახლი, რომელიც არის რესტავრირებული და შეცვლილია, ხო? აბსოლუტურად შეცვლილი არის, აბსოლუტურად ავთენტიკური მასთან სახლთან ხო ამას უკვე აღარაფერი კავშირი აღარ აქვს. ქეთი გურდოვანიძე მივესალმები მას, მართლაც არაჩვეულებრივი ეპოქის თანამედროვე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ მემატიანე ნამდვილად და რაღაცა ჟამთაღწერელი იმ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესების, რომელიც დაიწყო ეროვნული მოძრაობის დროს და დღემდე გრძელდება ამ ქვეყანაში. ზუსტად რამდენიმე საათში ჩვენი წამოსვლიდან იმ ქოხს დაეცა ჭურვით და დაიწვა. ჯო ვილსონი. მან პირველმა მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობა. ბატონო ზვიად ვინმე დაგვეხმარება? ეს არასდროსაც არ მომიყოლია და უნდა მოუყვე. შემდეგ დაიწყო ეს რევანში. მინდა ვისაუბროთ იმაზე, როგორ უნდა გადავრჩეთ ახლა ჩვენ, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ქეთიმ საკმაოდ რთულ პერიოდში იპოვა გადარჩენის გასაღები. ნატია, ქეთი თუ გადარჩა ჩვენს გადარჩენას.